ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემს მიერ, არა ტელეფონით, ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემს მიერ ფარულად. ეს მოვლენები, რომელიც ამ ჩანაწერში ხდებოდა დაახლოებით 1 წლის წინ, დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც პიკი იყო ჩვენი საქმის და კომუნიკაციის სურვილი გამოხატა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, სადაც იხილებოდა ჩვენი საქმე. თავისთავად ცხადია, მე ჩემს კოლეგებს, პირველ რიგში იმ ორ მოადგილეს, რომლებიც ჩემთან ერთად ახლა აქ არიან წარმოდგენილები, ვესაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებით, ღირდა თუ არა შეხვედრა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რა თქმა უნდა შეხვედრა ღირდა და მივიღეთ რჩევათ, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ყოფილიყავი ამ შეხვედრაზე, რომ ამ პროვოკაციას არ ქონოდა ადგილი შემდგომში, ან თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქმული გამოგვეყენებინა შემდგომ მტკიცებულებად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად, რომ ეს შეხვედრა ჩაგვეწერა. ეს მხოლოდ ორი მიზანი ჰქონდა, ჩვენ უნდა დაგვეზღვია ჩვენი თავი პირველ რიგში, რომ ყოფილიყავით დაზღვეულები ამ ჩანაწერით შემდგომში და ასევე დაგვეზღვია თავად თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, რადგან კაცმა არ იცის რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა შემდეგ ამ შეხვედრაზე. შეხვედრა შედგა, ჩავიწერეთ ეს საუბარი, მოვიტანეთ. უბრალოდ მინდა წარმოგიდგინოთ, ეს მოწყობილობა აღარ მაქვს სამწუხაროდ, დამჭა მხოლოდ 5, იმიტომ რომ ძალიან მალე გამოდის მსგავსი მოწყობილობები წყობრიდან. ერთ-ერთი ჩვენ ყველა საქმის კურსში ვიყავით, ვიცოდით რა შეხვედრა მზადდებოდა და აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებლად უნდა იყოს დადოკუმენტირებული, რომ არ მოხდეს რაღაც ინტერპრეტაციების შემდგომში და ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ჩავიწერეთ და ეს როგორც ნიკა თქვა, დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა ნიკას კომპიუტერში, უბრალოდ არასდროს არ ჩაგვიცვლა, რომ რამე ისეთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იმ წუთში, რომ ეს საჯარო ყოფილიყო ეს ინფორმაცია, ეს არის და ეს. ბატონო აფე იმ წუთში არ წაიშლებოდა ახლა კომპიუტერიდან, ინახებოდა სადღაც იყო. სამონტაჟოს შესაძლებლობა კომპიუტერთან ერთად შემდეგ წაიშალა ყოველდღიურად აპდეიტებს არ ვაკეთებთ სისტემის უბრალოდ და ეს იყო და ეს.